რა მაგარი სტუმარი გყავს. ხო, მაგრამ ჯანმრთელობის ზრუნვა იწყება ხოლმე პატარა ასაკიდან, განსაკუთრებით ფიზიკურ განვითარებაზე. ბავშვებს ფიზიკურ განვითარება ჭირდება და ძალიან მაგარი სტუმარი ყავს ჩვენ. ეს არის პატარა ანასტასია, ბებოსთან ერთად მოვიდა იგი ჩვენთან სტუდიაში, ირინა მეუნარგია და ასევე მეთოდისტი მაია ხვიჩია და თემა, რაზეც უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ მომდევნო 20 წუთის განმავლობაში, ამას ალექსი. ხო, ეს ძალიან ბევრ კითხვა არის ხოლმე ამასთან დაკავშირებით, როდის უნდა დავიწყოთ მასაჟი, რა მდგომარეობაში როგორ უნდა გაკეთდეს მასაჟი, რა მასაჟი უნდა გაკეთდეს, რა ტიპის მასაჟი, ჭირდება მასაჟი და ასე შემდეგ. სპეციალისტები გაუწროთ ჩვენ ამასობაში. მოდი, მაშინ დავიწყოთ პირდაპირ შეკითხვით, რაც ყველა მშობელს აინტერესებს ბუნებრივია და ყველა მომავალ მშობელს და ყველა ბებიას. ჭირდება თუ არა ბავშვს პროფილაქტიკისთვის მასაჟი, იმიტომ რომ მე მახსოვს ადრე, რამდენიმე წლის წინ იყო ესეთი პანაცეა, ასე ვთქვათ, რომ ყველა შემთხვევაში ბავშვს ჭირდებოდა თუ არ ჭირდებოდა, უკეთდებოდა პროფილაქტიკური მასაჟი. ახლა ვიცი რომ ეს მიდგომა გარკვეულწილად შეიცვალა. მასაჟი როგორც ისეთი სასიამოვნო პროცედურაა, რომ აკრძალვა ნამდვილად არ აქვს არც ჩვილებში და არც საერთოდ ზოგადად არავისთვის. არც ერთ ასაკში. იმდენად სასიამოვნო პროცედურაა დამეთანხმებით, რომ უარს ვერავინ ვერ იტყვის. ყოველთვის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. სასარგებლოა ყოველთვის თუ ეს კეთდება სპეციალისტის მიერ. ეხლა ლაპარაკი აქ იმაზე, რომ აი ჯანმრთელ ბავშვს რა თუ უნდა მასაჟი. მასაჟს აქვს იმდენად ბევრი დადებითი თვისება, რომ ნამდვილად არ არის უკუჩვენება თუ სწორად კეთდება აღნიშნავ. არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგ მინდა მაგ თემას ჩავეძიო განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე მასაჟი არის მასაჟი ერთი მხრივ, მაგრამ ხშირად არის ხოლმე ეს საჭირო და შეიძლება ძალიან სასარგებლოც იყოს ბავშვისთვის, მაგრამ რამდენად სწორად კეთდება ეს არის ხოლმე მეორე თემა, მეორე კითხვის თემა არის ხოლმე. ვინ აკეთებს მასაჟს და რა სპეციალიზაცია და რა გამოცდილება აქვს კიდე ხოლმე მასაჟის. აი ამ თემას რო დაუბრუნდეთ, რამდენად შეიძლება არასწორმა მასაჟმა დააზიანოს ბავშვი? ახლა მივდივართ იქამდე, რომ უნდა ვიცოდეთ ბავშვი ჯანმრთელია თუ არა პირველ რიგში. აუცილებლად ორთოპედის კონსულტაცია საჭირო, ამიტომ ყველას ვეუბნებით 5-6 თვის ასაკში მაინც აუცილებლად ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს ორთოპედის კონსულტაცია, რადგან არ კონდეს რაიმე საყრდენ მამოძრავებელ სისტემაში დარღვევა. ანუ რაც ხშირია ახლა ეს არის მენჯბარძაღის სახსრის დისპლაზია. თუ არ არის თანდაყოლილი დაავადებები, რა თქმა უნდა და ეს არ არის გამოხატული, კისერმრუდობა, სკოლიოზი, ცერებრალური დამბლა და ასე შემდეგ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში დისპლაზიაზე იმიტომ საუბრობ, რომ არ იცის მშობელმა უკეთებენ მასაჟს და პირიქით ხდება გააქტიურება იმ კუნთების, რომელიც არ გვაწყობს და არ გვჭირდება, აი ზუსტად ეს შემთხვევა, როდესაც არასწორი მასაჟი ხდება უკუჩვენება. ალბათ ირინა, ანასტასია შემთხვევაში როგორ იყო? გაუკეთეთ მასაჟები თავიდან? დიახ, ორთოპედმა ნახა და გავიარეთ კონსულტაცია, რა თქმა უნდა და პროფილაქტიკის მიზნით, თორე ისეთი რაღაცა რომ აუცილებელი იყო, არა, პროფილაქტიკის მიზნით 10 მასაჟი გაუკეთდა. ეს მასაჟები კი სასიამოვნოა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბავშვებს არ მოწონთ ხოლმე, ხო? არიან ბავშვები, რომლებიც ტირიან, არ სიამოვნებენ. როგორ იყო ანასტასია შემთხვევაში? პირველი 2 ცოტა ჭიჭყინებდა და მერე უკვე ძალიან სასიამოვნო იყო მაგისთვისაც. რაც შეეხება უკვე სამკურნალო მასაჟს, გასაგებია რომ პროფილაქტიკური მასაჟი რაც მთავარია არ უნებს ბავშვს და პირიქით კარგიც კი არის ჯანმრთელობისთვის იმ შემთხვევაში თუ ბავშვს არ ჭირდება და უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნით ვაკეთებ. სამკურნალო მასაჟს რაც შეეხება, რა ასაკიდან ხდება, რომელი თვიდან არის რეკომენდებული სამკურნალო მასაჟის გაკეთება თუ გააჩნია ბუნებრივია რა პრობლემაა? დიახ, გააჩნია რა პრობლემა. თუ არის თანდაყოლილი პრობლემა და სახეზია და დიაგნოზი დასმულია, არა აქვს შეზღუდვა ასაკს. ანუ ეს რამდენი დღისაც არ უნდა იყოს ბავშვი. დღენაკლოების შემთხვევაში? დღენაკლოების შემთხვევაში იშვიათად არის, მაგრამ თუ არის იქ სხვა პრობლემებია და ახლა ძალიან დისპლაზია ახსენეთ და თუ შეიძლება რომ განვაცხადოთ დისპლაზია და მშობელმა როგორ უნდა ამოიცნოს თავშოთ რომ უკვე შემდგომში პროფესიონალს მიმართოს. ყველაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ყველაზე გავრცელებულია ახლა ბავშვებში მენჯბარძაღის სახსრის დისპლაზია და ეს არის თანდაყოლილი დაავადება და იკურნება ადრეულ ასაკში. თავარია დროულად იქნეს პრევენცია მიღებული. ახლა მშობელს შეუძლია ბავშვს როდესაც დააწვენ ზურგზე ან ზოგადად მოფერების დროსაც კი მენჯბარძაღის სახსარი პირველად შეამოწმოს, აი ნახოს როგორი აქვს მას გადაშლა. ჩვენ ახლა ვიზუალურად შეგვიძლია ამის ნახვა.
კიდურის სიმოკლე. ნაოჭებს ადარებენ ხოლმე. ნაოჭებს ადარებენ, მაგრამ არც თუ იშვიათად ეს არის სრუგანგაში. შეიძლება იყოს ასიმეტრია, მაგრამ არ იყოს დისპლაზია. მაგრამ მაინც უნდა მივაქციოთ ყურადღება. კიდევ ისმის ხმაური, კაცუნის ხმა არის, აი სახსარში, როდესაც გადავშვით, დიახ, ესეც აუცილებლად მანიშნებელია. გაიძრო. და რა თქმა უნდა, მასაჟისთვის ემზადება. ვარჯიშისთვის უფრო ვეგანი. აი ძირითადად ეს სიმპტომატიკა, რასაც მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება. კიდევ აი როდესაც წევს ბავშვი ფიზიოლოგიურად, მისი ტერფი გადაშლილი 10-20 გრადუსზე, აი დაახლოებით ესე. მაგრამ როდესაც ეს არის უფრო ფართო გადაშლა, ესეც მანიშნებელია, რომ არის მეჯბარძაყის რაღაცა პათოლოგია. თუმცა ახლა მეთვალყურეობის ქვეშ ისეთი ინტერვალებით არიან პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშ მოზარდები, რომ ალბათ ასეთი შრამ თუ არსებობს ბავშვის შემთხვევაში, წესით არ უნდა გამოგვეპაროს. არ უნდა გამოგვეპაროს ნამდვილად. არც პედიატრს, არც მშობელს და რა თქმა უნდა არც ორთოპედს. შემდეგ უკვე თუ ორთოპედი ნიშნავს არის ულტრაბგერითი გამოკლება, რენტგენოგრაფიული გამოკლება და უკვე ერთობა მთელი მექანიზმები, დამხმარე საშუალებები, მასაჟი, ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, მედიკამენტები და ასე შემდეგ. დისპლაზია ვახსენეთ და მასაჟით შესაძლებელია დისპლაზიისგან სულ გათავისუფლება. დისპლაზია არის ძირითადად რბილი ხოხსოვილის ან დარღვევასთან გვაქვს აქ ლაპარაკი და ზუსტად მასაჟის თვისება არის ის, რომ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, აი სარეზერვო კაპილარებიც კი იხსნება ამ დროს და აი ზუსტად მასაჟი უნდა გაკეთდეს სწორედ, აი კუნთებზე, რომელი კუნთების გააქტიურებაც გვჭირდება ჩვენ. დისპლაზიის შემთხვევაში ეს არის მეჯბარძაყის სახსარი, ანუ ამ მეჯბარძაყის სახსარს უახლოვებთ ტაბუს ფოსოს. ანუ აი ეს უნდა მდგომარეობა უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის უკეთებენ ორ პამპერსსაც, არის ბრეიკას ბალიში და 1000 რაღაცეები, რომელსაც დისპლაზია თავის მხრივ ისე როგორც ბრტყელტერფიანობა შემდგომში ბევრი გართულებების აი დისპლაზია იწვევს ზუსტად ბრტყელტერფიანობას, ბრტყელტერფიანობა იწვევს სკოლიოზს და ასე რომ აი აუცილებლად უნდა მივაქციოთ ადრეულ ასაკშივე ამას. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ბრტყელტერფიანობის დიაგნოზის დასმა ძალიან ადრეულ ასაკში. რა ასაკიდან არის შესაძლებელი? ეს არის თანამედროვე გაიდლაინებით გვეუბნებიან რომ 7 წლამდე არ დავსვათო ბრტყელტერფის დიაგნოზი, მაგრამ ანუ შეიძლება იყოს შეიძლება ტერფი, იყოს, მაგრამ ამისთვის არსებობს სპეციალური კვლევა, რომელიც ადგენს ბრტყელი ტერფია. იქაც ცოტა სხვა თემაა, როგორი ბრტყელი ტერფია, გასტროვი, განივი, რომელი კურთებია გასააქტიურებელი და აი სუპინატორს რომ ეძახით ღაბარს, ეს არის ზუსტად მე რომ სპეციალური პროცესით შეცვლა. მაგრამ ანუ მეთვალყურეობას უწევს ბავშვს ორთოპედი როგორც მივხვდი ხო მე? მაგრამ მე რამდენიც ნევროლოგს ახლა უფრო მეტად მაინტერესებს, ახლა ნევროლოგიურ ამბავს მიუბრუნდეთ, იმიტომ რომ მასაჟი ასევე არის სამკურნალო და ასევე არის სარეაბილიტაციო და აუცილებელიც ხოლმე თან ხანძრები და მუდმივი ფაქტორულად მუდმივი მასაჟები გარკვეული ტიპის პათოლოგიების დროს ხოლმე. ამ დროს ასევე ხდება ის კუნთების აქტივაცია და თუნდაც ვარსახსროვანი სისტემისთვის ეს მნიშვნელოვანია. დღესდღეობით რა მდგომარეობაა საქართველოს თქვენ თუ გაქვთ რამე ტიპის ინფორმაცია ამ რეაბილიტაციის მიმართულებით? ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული ცენტრი ავერსის კლინიკაში, აღდგენითი თერაპიის ცენტრია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მექანოთერაპიის აპარატებით. არის საცურაო ასევე აკვათერაპიის აუზი და ვთვლი რომ საკმაოდ სერიოზული ცენტრია და მზად ვართ იმისთვის რომ მივიღოთ პაციენტები ყველა ტიპის ტრავმატოლოგიური, ნევროლოგიური, ანუ აი ყველა ტიპის პაციენტთან გვაქვს ძალიან კარგი ფიზიოთერაპიული კაბინეტი. ასევე ხშირია შემთხვევები, ალექს რა მიშეკითხვის დასმახვა მაქვს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვი იწყებს სიარულს, ის თითის წვერებზე ამჯობინებს, ასე ვთქვათ, სეირნობას. ამ შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი რჩევა და თქვენი რეკომენდაცია? საჭიროა თუ არა მასაჟის გაკეთება ბავშვისთვის, რაღაც კურსის ჩატარება, თუ ეს თავისით გაივლის და საგანგაშოს არ წარმოადგენს მშობლის. შეიძლება თავისით გაიაროს ამას უყურებრო, მაგრამ უფრო ალბათ ნევროლოგი აქცევს ამას ყურადღებას და ჭირდება კუნთებს მოძღვნება და დახმარება. კიდევ რა პათოლოგიებია გამოვლენილი აი ამ ასაკზე, რაც შეიძლება დროულად რაც არის ესე ცერებრალური დაბა, კისერმრუდობა, სკოლიოზსაც ხვდებით ამ ასაკში. სადაყოლ მდგომარეობის ისეთი ანუ კისერმრუდობის გასწორება შეიძლება მასე. რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ალბათ რას ვაკეთებთ როგორ აი რას ვაკეთებთ და მოდუნებულ კუნთი რომელიც არის იმას ვააქტიურებ და პირიქით სპასტიკური ანუ დაჭებული კუნთს პირიქით ვეხმარებით რომ შეიკუმშოს ანუ შეიძლება თქვა რომ ვაკეთებთ ანუ კომბინაციას რელაქსაციური და გამოაქტიურებელი მასაჟის. შემთხვევაში ეს მასაჟების კურსი მოიცავს ხოლმე 10 სეანსს, ხო? ყველაზე გავრცელებული ეს არ არის 10 საკმარისი. საკმარისი ამ ასაკში ბავშვებში 10 საკმარისი არ არის, როდესაც სამკურნალო მასაჟია საუბარი.
შეუძლიათ თუ არა მშობელს ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გააკეთებს მასაჟს და რა თქმა უნდა მშობელი თავის თავზე ვერ აიღებს იმის უფლებას რომ სრულყოფილი ფორმით ჩაუტაროს ბავშვის პროცედურა მაგრამ არსებობს ალბათ რაღაცა კონკრეტული ვარჯიშები ასე ვთქვათ ბავშვისთვის რომელიც უსაფრთხოა და რომელიც შეგვიძლია ჩვენც გავაკეთოთ სუბუქი მასაჟი მაგალითად მე მახსოვს ბავშვის ტერფზე ესეთი მასაჟური მოძრაობით ხომ ეს მე მგონი მშობელსაც შეუძლია რომ გააკეთოს მე მგონი ჯობია რომ ინსტინქტი ახლა ხელით შეეხო მტკივნეულ ადგილასაც ხო ეს არის ანუ მასაჟის დადებით თვისება და თანდაყოლილი აქვს ადამიანს ის აი მასაჟის ილეთის სრეს სახელს ეს არის თანდაყოლილი რაც ყველას გვაქვს ხო მტკივნეულ ადგილას ვიზელთ ხელს და ეს ტკივილსაც აყუჩებს და რადგანაც სასიამოვნოც არის და აქედან გამომდინარე თვითონ მასაჟის პროცედურა არის ხელსმა არის სასიამოვნო რომ ანასტასიასთან ერთად გადავინაცვლოთ ჩვენს საგანგებოდ მოწყობილ მაგიდასთან არა არ გავხადოთ მოდი რახანს სტუდიაში ვარ და არ არის ეს. ოდე ამასობაში მე კალტონი ირინას ვკითხავ, როგორ ვახდეთ ხოლმე, როგორ ხდება ეს თბილისში, არა მარტო თბილისში, საქართველოში, მასაჟის მოძებნა. ვისი რეკომენდაციებს მიმართავთ ხოლმე? ეკინისას თუ მაის მეზობლები, ახლობლები. ხო, ალბათ განსაკუთრებით მეგობრების და ნაცნობების გამოცდილება ალბათ არ ნატო ნახე ვიწყებთ ახლა ძალიან დიდი ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ. უბრალოდ არამს და არამს არ უნდა იყოს მტკივნეული, ძალა არ უნდა გამოვიყენოთ, ესე აი იდახში კიდევ ხელს რომ ბოლომდე სახსარი გავმართოთ ვაი მე აი ამ შემთხვევაში შემიძლია ავიყვანო გავიყვანო მაგედიდან არა არ გქონდა თქვენს ესეთი ამიტომ არის ხოლმე ხშირად მასაჟებს მშობლებს არ ასწრებენ ხოლმე ანასტასიას რაღაც არ მოვწონვართ აი ანასტასიას ალექსი მაეწონა და რომ მოვიდეთ აი ვაკეთებ 1 2 და ვიტვალოთ აუცილებლად სასიამოვნოა თან ეჩვევა იცით რა მაინტერესებს ეს ის ვარჯიშია რომელიც შეიძლება რომ მშობელმაც გააკეთოს ჩვენ ეხლა რა თქმა უნდა ჩევა მშობლებს ნამდვილად შეგვიძლია ელემენტარული მოძრაობები აი ჯვარედინი მოძრაობა ხელის გაშლა აუცილებლად უნდა იწვეს ამ შემთხვევაში შეიძლება თქვა აი მე მეჭიროს დაუშვათ უფრო პატარა ვერ დავსვავთ ხო არა მე ვგულისხმობ თუთვად ტირის დედა მაიყვანოს რა თქმა უნდა მაგრამ უმჯობესია რომ რაღაც აი მე მგონი არზე დაპირზე აი როდესაც პამპერს უთვლით მაშინ შეგვიძლია გავაკეთოთ აი ეს მოძრაობა აი აბსოლუტურად ძალდაუტანებლად ყველა მშობელმა იცის ეს ანუ ორივე ხო ანასტასიას არ მოწონო არ თაშკარად ორივე ფეხი აი ესეთ პოზაში ხერხემალი ძალიან მოსვენებულ მდგომარეობაშია ესეთ მოძრაობას შეგვიძლია დღეში რამდენჯერმე გავიმეოროთ აი წრიული მოძრაობა ვიწყებთ ორივე ფეხით უჭირთ ხოლმე საერთოდ აი თუ არ არის ბავშვი გააქტიურებული და ამიტომ გავაკეთოთ ცალი ფეხით ჯერ აი ესე ვაფიქსირებთ რომ მუხლი არ მოიხაროს და ვაკეთებთ წრიულ მოძრაობებს განზიდვას ესე აი მე ეხლა ცოტა ხნით რო ანასტასია დავასვენოთ ხო შეიძლება დავასვენოთ ზურგზეც ვაჩვენოთ სხვათა შორის ასევე ძალიან აქტუალური თემა არის როდესაც ბავშვებს უჭირთ გადაბრუნება და მახსოვს ჩემი შვილის შემთხვევაში ზარმაცობდა ცოტას და პედიატრმა მასწავლა რომ აი დიდხანს მუცელზე ყავდეს დაწოლილი სანამ არ დაიღლება ეს თავის აწევაა რომ არ დაზარებოდა ამ შემთხვევაში არის თქვა სპეციალური მასაჟები რომელიც გააქტიურებს და მასაჟი აქტიურებს იმიტომ რომ აი ხა მიმყვანი ვარჯიშებია პასიურ ვარჯიშებს ვეძახით ამ შემთხვევაში ჩვენ და პასიური ვარჯიშები ძალიან აქტიურებს ბავშვს და გადაბრუნებაში ეხმარება მუცელზე წოლა არის ძალიან კარგი და სასარგებლო ბევრი რამისთვის ერთსაც გითხავთ ბევრს საუბრობენ მუცელზე ძილი რომ არ არის რეკომენდებული თუმცა მე ვთვლი რომ ეს არის ინდივიდუალური ვერც დიდ და ვერც პატარას ვერ მოვთხოვთ რა თუ რამე დისკომფორტს უქმნის რომ დაიძინოს მით უმეტეს და აქედან გამომდინარე ზოგ ბავშვს უყვარს და წევს მუცელზე ზოგი საშიში არ არის ყოველ შემთხვევაში საშიში ალბათ თვლიან რომ ბავშვი არ გაიგუდოს ან რაღაცა ეს მომენტი თორე იმ თავს არა ვერ ამოძრავეთ თავისუფლად დიახ იმ თვალსაზრისით რომ ეს რაიმეს საფრთხეს უქმნის არა პირიქით მეჯბარძაღისთვის ძალიან კარგია მუცელზე წოლა
განვითარებისთვის და ასევე კარგად ავითარებს ზურგის კუნთებს და კისრის კუნთებს. ზუსტად იძულებით პოზაშია, რომ თავი მაღლა აგინდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის სასარგებლო. კიდევ ერთი თემა. მაგრამ აქ თემას დავაბრუნდე, მე როგორც ვიცი, პედიატრების მსოფლიო ასოციაცია რეკომენდაციას არ უწევს მუცელზე ბავშვის დაწოლას იმის გამო, რომ აი ამაზე ვსაუბრობ. ზუსტად გაგუდვის შანსი არის უფრო მეტი და განსაკუთრებით ეს ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც არიან დღენაკულები და არიან პატარა წონით, აქვს წონის დეფიციტი ან აქვთ რამე სხვა ტიპის პრობლემები, ამიტომ არ არის სასურველი ბავშვის მუცელზე ძილი. ერთი მომენტი მახსენდება კიდე, როდესაც თინა პატარა მყავდა, თვეების განმავლობაში მას მუჭები ჰქონდა შეკრული. ბანაობის დროს ესე როგორც ჩანს მოდუნდებოდა და ეშვებოდა, თუმცა შემდეგ თავისით გავიდა რამდენიმე თვის შემდეგ. ეს რაზე მიუთითებს და თუ გახანგრძლივდა, ამასაც ჭირდებათ მასაჟი იმისთვის რომ მოდუნდეს. ყველაფერს ჭირდება ყურადღების მიქცევა, თუ რამე არ არის ისე როგორც უნდა იყოს, ანუ ბუნებრივად, ფიზიოლოგიურად. და ამას პედიატრი და ნევროლოგი განსაზღვრავს აუცილებლად. დედამ უნდა მიმართოს მშობელმა ყველა შემთხვევაში თუ რაღაცას ამჩნევს, რომ რაღაც არ არის, აი არ მოსწონს, ხო, ვიტყვით, რომ არ მომწონს რაღაც, აუცილებლად ეს არ უნდა დავტოვოთ გულგრილად და უყურადღებოდ. ხოხვა და ცოცვა. როდესაც ბავშვი სიარულის წინა ეტაპია, ასე ვთქვა, თუმცა არსებობენ ბავშვები, რომლებიც არ ხოხავენ და პირდაპირ იწყებენ სიარულს, ზოგი ბავშვები ხოხავენ და გვიან იდგავენ ფეხს. კი ბატონო, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებელია თუ არა უბრალოდ მოდი ასე ვთქვათ, ბავშვმა იხოხოს და შემდეგ გადავიდეს სიარულზე. იმიტომ რომ ამბობენ, რომ ხოხვის დროს ძალიან ბევრი რამთან შეგვიძლია დავსვათ, ხოხვის დროს ძალიან ბევრი კუნთი მოძრაობს და ვითარდება, რაც მთავარია. ისედაც განვითარდება ბავშვი თუ მოძრავი და აქტიურია. ანუ საგანგაშო ის მშობლისთვის რომ ჩემი შვილი არ ხოხავს და რა ვქნა. ყველა ბავშვი, ყველა ადამიანი არის ინდივიდი. ყველა ვითარდება, ზოგი გვიან ვითარდება, არის მოტორიკის შენელება, მაგრამ ეს არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ აი რაღაც საშინელება ხდება. არიან ადამიანები პასიურები, არიან ადამიანები აქტიურები, ხო? აქედან გამომდინარე ის ბავშვებიც არიან ინდივიდები და ხდება და ეხლა ძალიან უინერვიულებთ იმაზე, რომ ერთი თვით გვიან გაიარა, ამაში საგანგაშო ჩემაშულა ვერ გაიდიახ. მასაჟს ასევე არ ვიცი სწორად მაქვს თუ არა ინფორმაცია, ეძლევა ხოლმე რეკომენდაცია, თუნდაც გავლის წინ, დაჯდომის წინ, როდესაც ბავშვს უკვე სვამთ. სწორია ეს შეხედულება ეს? სწორია შეხედულება, პედიატრი და მშობელიც თვლის, რომ რაღაც არ არის აქტიური და უნდა დახმარება ჭირდება. დახმარება ჭირდება და ამ მიზნით კეთდება ხოლმე მასაჟი და ის პასიური ვარჯიში, რომელიც აუცილებელია. ეს პასიური ვარჯიში ხა ჩვენ გვინდოდა დემონსტრირება მოგვეხდინა, მაგრამ შეიძლება რომ მეთოდისთან ერთად, პედიატრთან ერთად დედამ ეს შეისწავლოს და რა თქმა უნდა რეკომენდაციას აძლევს და უნდა გააგრძელოს. ხო, პრინციპში ასეთი მასაჟის ხშირად მეც ეგრე ვიცი ხოლმე, რომ თვითონ მასაჟისტები ასწავლიან ხოლმე მშობლებს, ვინც მასაჟს აკეთებს, ანუ მეთოდისტი ასწავლის ხოლმე მშობლებს, როგორ მოიქცეს, როგორ გააგრძელოს ამის კეთება, თუნდაც აი 10 დღიანი პოპულარული 10 დღიანი კურსის შემდეგ. ხო, მასაჟს ვერ ასწავლის, მაგრამ იმ მოძრაობებს შეასწავლის, რაც საჭიროა. რაც საკმარისია აი რაღაც მომენტში და ასევე არის უსაფრთხო თავისთავად. იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ძალიან ვერ მომუნდომებამ არ უნდა დავატანოთ და თუ დისკომფორტი აქვს ბავშვს, უნდა შევეშვა და სხვა დროისთვის გადავიტანოთ ეს პროცესი. ხო, როდესაც ფიქსაცია რა თქმა უნდა, იქ მასაჟისტის ცივმა ხელმაც კი შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს პატარისთვის და ამიტომ არის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება საჭირო. და პროფესიონალს რომ მიმართოთ აუცილებლად. მე მახსოვს უბრალოდ ჩემი დაკვირვებით, ბებიები განსაკუთრებით ფრთხილები და მშიშრები ბჭყალები ხდებიან, როდესაც შვილი გაუჩნდება. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? ასეა, იმიტომ რომ და ჩემი შემთხვევაში მართლაც ასეა, ძალიან ყოჩაღი დედა იყო და რაც ბებიობას შეეხება, მუდამ ყველაფრის ეშინია, ყველაფერს აკვირდება, ყოველთვის ექიმთან რეკავს კონსულტაციისთვის და ასე შემდეგ. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? არა, ჩემი შემთხვევაში გაფეთებული ბებია? არა, გამოვიცვა, იმიტომ რომ ძალიან ყოჩაღი ვარ და ყოჩაღად უდგებით ნებისმიერ გადაწყვეტილების მიღებას ბავშვთან დაკავშირებით, რომ მე თვითონ 3 შვილი მყავს გაზრდილი დამოუკიდებლად ყველასგან. ასე რომ გამომადგა ეს ყველაფერი შვილი შემთხვევაშიც. ძალიან კარგი ანასტასია. ანუ ხეს ეს დიდი მადლობა ბოდიში რომ გაგაწვალეთ და შეგაწუხეთ. აი, ვერ დავქნია.
დედას უქნას ხელს კამერებს მიღმა. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ანასტასიას დიდი მადლობა. მე მგონი მთავარი რჩევა ამ შემთხვევაში ჩვენი ტელემაყურებლისთვის იქნება, რომ ყველა დედა, ყველა ბებია, ყველა მამა იყოს ყურადღებით, რომ არაფერი გამოგვეპაროს. და პროფესიონალთან დროული ვიზიტის შემდეგ ყველა პრობლემა აღმოიფხვრება, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. შევისვენოთ სულ ცოტა ხნით. ანასტასია დედას დავუბრუნოთ და ჩვენ რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ.